მხედველობის ლაზერული კორექცია უტარდებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ახლომხედველობა, ანუ მინუსი, შორსმხედველობა, ანუ პლუსი და ასტიგმატიზმი, რომლის დროსაც არც შორ და არც ახლო მანძილზე არ არის მაღალი ხარისხის ხედვა. ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური, ზუსტი და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევა, რომელიც რა თქმა უნდა მოითხოვს მაღალპროფესიონალური ექიმების გუნდის ჩართულობას. მხედველობის ლაზერული კორექცია ტარდება ორი მაღალტექნოლოგიური უახლესი აპარატის საშუალებით, რომლის დროსაც არ არის არანაირი საჭიროება გამოყენებული იქნას ქირურგიული ინსტრუმენტები. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის თვალშიდა ჩარევა, ეს არის ზედაპირული ლაზერული ჩარევა, რომელიც ძალიან მოკლე სარეაბილიტაციო პერიოდს გულისხმობს. არ არის მტკივნეული, გრძელდება სულ რამოდენიმე წამი, არის უსაფრთხო და ზუსტი. ლაზერული კორექცია უტარდებათ პაციენტებს 18 წლის ასაკიდან, მათ ვისაც არ სურთ ატარონ კონტაქტური ლინზა ან სათვალე. ლაზერული კორექციის შემდეგ არ არის აკრძალული მხედველობითი დატვირთვა, კომპიუტერთან მუშაობა, ტელეფონის გამოყენება, ფიზიკური დატვირთვა.